მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი მათემატიკით ვიღებ. წერან არა, გუშინ, ძალიან 19-ვა იღებს, იქიდან შეხედე შეჩემა. იღებს პირდა, ზევით წითელი. პირში იღებს, მაგარი ხუმრობითაა, ნოდარი, ჩემი მეგობარი ნოდარი, მოდი დაეჭვიო. მუშაობს დაბლასში. შენც მოგცემ იმას. და გაგისწორდება, ბედნიერი იქ. დღეს უნდა ვილაპარაკო ჯუჯა სახელმწიფოებზე. ვატიკანი. რა ვატიკანი შეჩემს. ეს იძახის არხი გამოიწერეთ ჩემი. ხო, ჩემი არხი აი შეხედეთ ესეთი არხია. ესეთი არხია, ვლოგი დავდე წეღან. ბიჭო, არხის სახელი გამოაჩინე, დებილო. აი ცა, ჩანს ხო? აი შაკარა. შაკარას რო წერთ ხო, ვიღაცა ტრაკს აგდებს. შაკირას აგდებს და მაგის. შაკირას არა, ტრაკია ვიღო ზანგის ხალ. შაკირას ზანგის ხალის ტრაკი იყო ძმო. ხო და ნუ რა აზრი აქ ერთი რა. მე დღეს მინდოდა მე ლაპარაკა ჯუჯა სახელმწიფოებზე. წერა ტაქსში ვლაპარაკობდით და ხო, ჯერ იმას ვიძახდი რომ ეს კარჩე გუში შემცივდა. და მე ის ფუსი ბოი არ გეგონთ. პროსტა რომ ცივა ეხ მეტი დარდი არ მაქვს, თავი გავაციებინო იმას რა. ხო, იასნია. ეგრევე ავდექი ყველაზე თბილი რაც იყო სახში და ყველაზე ძვირიანი ეგრევე შემოვიხვი ეტანზე და წამოვიდ სახლი და ეგრეარი თუ არა ჩემოზე ყვარო. 2 საათი ქონდა და არაფერი არ გავაკეთე. გენაცვალე მე ძალიან მეყვარხარ. დამაჯვეს თავზე ისე როგორც ყოველთვის. დღეს წეგან აი მე და ჩემი ქალბატონი ტაქსიში ვზამდებოდით და ლენკა რა მოხდა როგორ დავიწყეთ ვაფშე ეგ საუბარი აქ არ მახსოვს. ანდორა არის. ხო 7 წლის წინანდელი პოსტი შემხვდა. სადაც საქართველოს ეთამაშებოდა ანდორას რა ჩემი აზრით, ხო და? პირველად მესმის. ანდორა ქვეყანა, ეს რა დონდლოა. სად არის აფრიკაში თუ არ არის? რა აფრიკაში შეჩემა ესპანეთის ნაწილი, გაროჩე. ესპანეთის ნაწილი თუ ქვეყანა როგორღაა? ღმერთმა შეგინდოს რა. აფხაზეთიცაა ეგრე. არ არის აფხაზეთი ქვეყანა. აბა იმათ კითხე. იმათ და ეგრე თუ ბევრს კითხავ და ბევრი იტყვის რომ კიო ქვეყანაო, ეგრე არის ანდორა, რომ კიო არისო და აფხაზეთზე არ იძახიან, რომ არ არისო პროსტა. რო თქვან იქნება. ხე სამი ქვეყანა რო იძახს მარტო. ბიჭო, კაროჩე. თალკე ქვეყანაა, არ არის. დანარჩენი სოფლიო რო იძახის რომ. დანარჩენი სოფლიო იძახის ანდორაზე, რომ არისო ქვეყანა, ჩვენც ვაღიარებთ შეჩემა, რომ ქვეყანაა. ჩვენ არ ვაღიარებთ კოსოვოს და ერთხელ ფეხბურთი ვეთამაშეთ და წავაგეთ შეჩემა. ქვეყანასთან რომელიც არ არსებობს ჩვენი აზრით შეჩემა. მართლა გეუბნები. ხო და ნუ კაროჩე. ამანდორას მოსახლეობა რამდენი აქვს არ ვიცი, მოდი ეხა დავჯექით. ამანდორას რამდენი აქვს მოსახლეობა წარმოდგენა არ მაქვს რა მართლა რო არ მოგატყუოთ. მაგრამ კაროჩე რაღაცა ფეხბურთი იყო, მიდიოდა ეს ფეხბურთი. ზაჟგალკაც გააძრე, კაცი პიროვნება, დავიდოვიო. სადი შევე დავიდოვი? გვირლაში არის? არ ქონდათ ხო? ხო, კაროჩე, ნუ მაინც სად ვიყავი? დავიდოვი კი არა და ქვეყანასთან წავაგეთ, რომელიც არ არსებობს. ეგ კოსოვოსთან წავაგეთ. კაც მე ანდორაზე ვიძახე. ამ ანდორაზე ვიღაცა ეთამაშებოდა არ მახსოვს და ვიღაცა 2 ნომერი ყავდა ცველი რა. კაროჩე, დედასი აი გადაიხია თავზე ყველაფერი. მართლა გეუბნები. პროსტა შეტევაში იდგა. შენს ბაბას პიცაა. აი პროჯექტ დასვა 1-4 კაცი. შეტევაში ხალხი არ ყავთ საკმარისი რომ შემტევებით ყავდეთ და მცველებით და ტიპი ვიღაცა მცველი ვინც რა ვიცი, აბა შესაძლოა ყველას ჯანიანი იყო და წინ დააყენეს რა. და გეუბნები, მე მგონი არ მახსოვს, მე მგონი ჩვენ გვეთამაშებოდა პირში მოგცა ძმაო, აი ტიპმა იმე გადაგვაჯვა თავზე. 7 წლის წინანდელი ამბავია. ზუსტად არ მახსოვს ვის თამაშებოდნენ, მაგრამ ეგ ზუსტად მახსოვს, რა ეგ 2 ნომერი. პოსტი მეწერა და მაგაზე გამახსენდა. მე ვიძახი ეგეთ რაღაცას. კარფურის კი არა. თბილისი მოლში რამდენი ხალხი ძეტევა. იმაზე მეტი ადამიანი თუ არ არის რაღაცა ქვეყანაში, ის ქვეყანა არ არის. წერა მჩხუბობდი მაგაზე ლენკასთან. ლენკა იძახის რომ ვატიკანი ქვეყანაო, იმიტომ რომ მოსახლეობა აქვს, ენა აქვს, ტერიტორია აქვს. ჰიმნი აქვს და ტერიტორია შეჩემა ეგრე გლდანის მეხუთეს დისლეინლენდის ქვეყანა არის ერთ-ერთი მთავარი რომ სახელმწიფო. ეგ მასწავლეს გეოგრაფიაში ახლა ვიცი რომ ტერიტორია სჭირდება. ნახე შეჩემა. იტალია ხო არის ქვეყანა. იტალიაში ხო არის ქალაქი. რომი. სიცილია და მაცალე ამ რომში არის კიდე ერთი რაღაცა, რაც ქვეყანაა შეჩემა. ეხა წარმოიდგენ გლდანის მეხუთეში რო ქვეყანა გქონდეს შეჩემა. რა ყლეობია. ხო, და მაგას გეუბნები, ეგეთი ყლეობა არის ვატიკანი და რო ვიძახი, რა არის, ქვეყანაა თქო? არ არისო, არა, ქვეყანაო. ჰიმნი აქვს, დროშა აქვს,
თავრობა ყავს, რა თავრობა ყავს ომის პაპა. ლენკა სიცილეზეც მასე ვიძახდა. ქვეყანა გერგი. ხო მაგას ვიძახი მეც რა, ანუ კაუჩი ჩინეთში იყო ნოდარა რა, ჩვენი ნოდარა რო ჩინეთში იყო, რაღაც მოლში იყო და იმ მოლში ერთი ბაღაზი და მეორე დემისასვლად 2 საათი დამჭირდაო. თან მანქანით რა, იმით. მოლებში რომ მანქანები ყავთ. აი ეგ მოლი უფროა ქვეყანა, ვიდრე ვატიკანი. ანუ მაგას ვიძახი, მეც არაფერს არ ვიძახი. რა გინდა? ანუ ბევრი ეგეთი ქვეყანაა. ეხა ანდორა, ლიხტენშტაინი, ვატიკანი, მონაკო. მონაკოა ქვეყანა, მონაკო ქვეყანა. რა, ჩემი ყლის ქვეყანა არის, შეჩემა ქალაქია. ნამყოფი ვარ, შეჩემა ქალაქია, არ არის ქვეყანა. რატო ქვია მაშინ ქვეყანა? მე ვიღაცა რამდენიმე ადამიანს მოუნდა რომ მოდი ჩვენ ცალკე ვიყოთ. მაგრამ ვართ თესლები ვართო და ანუ უკვე საფრანგეთში ხო არიან, აი ჩვენთან ხო არიან ბაგრატიონები და სამეფო გვარის ხალხი და ეგეთი იქ საფრანგეთში არის ბევრი გვარი. სხვადასხვა დროს რომ მართავდნენ საფრანგეთს და ერთ-ერთი გვარი ცხოვრობდა მონაკოში და ესენი იძახენ ჩვენ ცალკე ქვეყანა ვართ. ხო არა და ქალაქია. დედას გეფიცები თუ აი ერთი ქალაქია რა. დიდი ქალაქია ბრო. ვატიკანთან შედარებით ხო მით უმეტეს, მაგრამ ესე ბიჭო, წეგან ტაქსის თუ ეკითხები მეთქი. ეხა ჩვენ ამ მანქანაში 3 კაცი ხო ვართ მეთქი. კიო, მეთქი ჩვენ 3 რო ვთქვათ, რომ ქვეყანა ვართ, ხო არა ვართ ქვეყანა. აი ძალიან თუ მოვინდომეთ თუ იქნებით. აი ეგ კაცი ეგრე არის ხალხი რა, ვოზიში. ძალიან თუ მოინდომეს ეთქო ვატიკანელები. ანუ ვატიკანს რა თუნდა ცალკე ქვეყანა, მე მაგას ვერ ხვდები. აი რა სიგიჟი არის პროსტა რომ ბერების ქვეყანა შეჭი. ანუ პურიტანების, ხო პურიტანელები არიან. გრიგოლია რო ითხოვს ზესტაფონის სუვერენიტეტი. ხო, აი ზესტაფონის სუვერენიტეტის პუნქტი არის ზუსტად ვატიკანი. პროსტა ვატიკანში არიან რელიგიური იმით შეკრებილები და რა აი რაში გჭირდა რა შეჭი. რაღაც შტერობა ვთქი წეგან და პურიტანები რო არა. მაგაზე ხო ხედავ რა არ ჩაგაჭირე. ხმარა მომიჭე. ხო, ბოლოს დავწი. ჩემთვის ვიჯექ გავაგზავნე ცხოვრება. მაგას ვიძახი, ეს დედა არღანიანი მართლა რა, აი აღარ მინდა ლაპარაკი რა, აი კაუჩი საქართველოში რო ჩაეტევა ქვეყანა, ის ქვეყანა არ არის. კაი საქართველოს თბილისში რო ქვეყანა ეტევა, ყლეზე მკიდია ძმაო. აღარ არის ქვეყანა, აი გლდანზე მეტი მოსახლეობა თუ არ ყავს, ქვეყანა არ არის. და გლდანში არის 750,000 კაცი დარეგისტრებული და 750,000-ზე ბევრად მეტი ცხოვრობს, იმიტომ რომ ერთი ინდოელი რო რეგისტრირდება 19 მოყვებაში. და ეს სილოტკები არიან. ინდური სილოტკა ყოფილა საუკეთესო შეჭი. აუ, კაუჩი ამან იუთუბერობა დაიწყო და სხვის არხებზე ცრცხვენია, თან ჩემი არხზე. არა, რა ვილაპარაკო, არა. რა ილაპარაკო, ხმა მოირე ფანდურო ჩემი დედაში. ხმა. ნახე. არა, კაი. დებილია. ბიჭო, რაღაცა, აი სელოტკა რა არის მაგალითად, თევზი ხო? სილოტკა და შამპანიური მაინც არის. აი ეს არის კაცი. ეს ბატონი არის კაცი, პიროვნება, ადამიანი. ეს ისა რომ ათრობს სულ. ეგ არის. საკეიფოთ რო იყო. ერთი შემილიათ. ჩემი ბრელოკები სნა მე 6-დი მაჩუქა ამ კაცმა. აი ბიჭო 19 წელი ვაგროვებდი. სულ 13 წელი იყო ვიდეოში. 12 წელი. ეში ვაჯუქები. მაქსიმუმ 2 კვირა არ როე. ხო, წეშიო. ჩემი მინდა. მოგეხსნა ჩემი გასაღებისთვის, აი ჩემი გასაღებისთვის. ბიჭო, ეხა ველოდები, კარგებს გადიჭი. ხო უნდა დამეწყო რაღაცით და ჯითუჯი შემილაგა რომ აი დაიწყე რამე დადეო და ეგ რამე კიდე ეგ იყო და აი ჩემი კოლექცია განა მეტი აი ჩემს გასაღებზე რომ არა მეტი ვარ ბიჭო მე ხა ის იტაჩი გავწყვიტე იმ დღეს იტაჩი ჩავამიტანა ვიღაცამ არ მახსოვს იტაჩი და იტაჩი საიდან შემოვიდა არ მახსოვს საიდანაც ჩავამიტანა იაპონიაში ვინ ყავს ჩემი ბერსეკი აუ უეჭველი რა One Piece-ის რამე რა აი ეხა One Piece-ის ლუფის კუდი One Piece-ის რა მინდა იაპონიაში შემოვიდა ამას ბერსეკი უნდა შენ One Piece-ის მე One Piece-ი მირჩევნია ზმო 100 თავით ბერსეკის რა 100 თავით თუ 100 ნარუტო დესნოტა მონსტერი მაგარია მონსტერი მომენდაზე მომნეტრა ხელა ხა უყურები რა გუში დავიწყე მე იმის ყურება თავიდან ის რაგნაროკის რაგნაროკის აი ეს აუ ეგ მაგარია 6-7 შენერჩევით შერულის ყურება თავიდან
და მაგარია. შერლოკის? შენ თქვი ერთხელ რომ წელიწადში ერთხელ. ხო, ძმაო, იმენა, აი შერლოკის სერიას, ბიჭო, სულ ამუღამებ რომ ახალ რაღაცეებს იძახიან. რაშივა შეგდივს, მე თუ მივხვდები მაგრამ. არა, მე რომც მახსოვს, მაინც ვერ ხვდები ხოლმე რაღაცებს რა. მე ხო წაკითხული მაქვს. კაი. რა? შერლოკები ყველა. მე? ხო, არა, გამახსენდა. წაკითხული ვის არა აქვს შერლოკის? შენს ხო გაქვს წაკითხული? არა, გააქვს. შენ და რამდენი თვისაა შეჭე? 10 წლის. გამარჯობა, 120 თვისაა, ეგეც ვერ დათვალე. აუ, კაუჩი დონდლო ანოდარი. ხო, 120 თვისაა. აი, წავედი რა, მე რა. აი, ჯუჯა სახელმწიფოების იმებს ვეუბნები რა. აი, თუ ჯუჯა სახელმწიფო ხარ, ძურია წაიყვანე. იქნება შემოვიდეს ახლა იქ არის. გავთიში უკვე. არ გავიქში. ახლა ზურია რო შემოვიდა. აუ, ზურიამ რო ეს ვიდეო ნახოს, ჩემი ცხოვრებაში ჩემი ის არ უნდა. რაზვორკას დაგიბარებს. რაზვორკას გამომწონს კარგი ტრაქს და ღირსი ვიქნები ბოლოს. ეს როგორ გავთიშო? არ გაგათიშე, არ დაჯობა. არ თიშო, კაი. ო. სორი კაცი. აგერ სორი კაცი ვარ. მე რა. კაუჩი ხალხო. მე გუში შემხვდა, გუში წინ. ჩემი ძმაკაცები იყვნენ მოსულები რა, ველდაინს ბიჭები. ალექსა ვანია და აკო. პარუნა არისო. ხო და ვანო მეუბნება რომ ოღონდ ცოტა შევალამაზებ რა იმას საუბარს. შეჩემისაო. ეს შელამაზებული ვერსია. შეჩემისაო, თუ ყოველ დღე დებო ვიდეოსო და მაინც არ ჭრიო. ბარემ ლაივში გადიო. და მე ის ვიდეო ხო დარჩებაო. ზედარღნიანიო და თანო ლაივში ვიღაცებთან კომუნიკაციაც გექნება. უი, რა დებილი ხარ მართლა. ანუ ყოველ დღე ლაივში გადიო და ეს ვიდეოები დარჩებაო მეეო. თან იქ ხალხიც ვინც იქნება გაუსწორდებოდ. ხო. აქამდე სადღაც. და მე გავხედე და ვა რა ყლევარ. მაინც ერთი მინუსი. აბა? რამე ისეთი რო თქოს ვიღაცა, რაც YouTube-ზე იბანება. ეხა აქ რო ვიღაცა მაგას თქოს ამოჭრო რომ. არა, არაფერს ვაფშე. არა, სირზე მკიდია. დაიბანო თავს ხმადი. სირზე მკიდია, ვინ უნდა დამბანოს ბიჭო. ფეხები დამბანოს. ლეო მესი. YouTube-ი დამბანავს ბიჭო. ამ გახსნა მაგით რომ კაცი არ უნდა იბანოს. ძალიან თუ გინდა ბანობა, მოდი მაფიაშიო და იგრო პატიასმინდა. მოდი თეო, მოდი ეხა დავჯექ. ყავს გამიკეთე. გაგახარებს უფალი ჩემოწო. გალღვა? აი ახლა განახეთ მაგარ რაღაცას რა. მადლობა. ეს არის კიტრის ლიმონათი არა და არც ლიმონათს ვეძახი. ნილი კიტრის კოქტეილი არის ეს. ჩემს ვლოგში გაინტერესებთ ვისაც როგორ კეთდება თუ ვისაც გაინტერესებთ ჩემს ვლოგში ჩემს არხზე გადადით. ჩემს ვლოგში. მომაქვს კიტრი ფრესკოდან. რომ აი აქ გაეკეთებინა. ფრესკოს მოაპიარა ყლე კომპანიაა. და ისე არ მომაქვს მაქედან და პროსტა დიღომში რომელიღაც მას შევედი. მაღაზიაში და იქიდან მოვიდა. ანუ არა, ისე ზოგადად ვიძახი, რომ აი ფრესკოში რაღაცას ვაფშე ნუყიდულობ. რატო? ბიჭო, ფრესკო იცი რომელი მაღაზიაა, შეჩემა? თავის დროზე გოგოების გასახდელში რომ კამერები ეყენა. მე ხო არ ვიცი. და ეხა ძვირია, ხო? 24 საათიანი იყო და ძვირია და ძალიან ცოტა სუხტიან ყველა. ბიჭო, არა, ძალიან მაგათ ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული ფრესკოში. მე რაც მახსოვს, მაგარი შეცდომები აქვს დაშვებული. ვა, მაშინ აღარ. ხვალ ვილაპარაკოთ მოდი იმეებს, რა მოლარეებს და ეგეთებს. რა უნდა ვილაპარაკო? აი, პოპულისტიკა ხო არა ვარ, რომ დაშვებული შეცდომებზე. რატო? არა. ხო, ვიცი. მე ვიცი. მე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეგ უეჭველი მახსოვს, რომ ფრესკომ იმენა ჩააჯვა ერთის 5-6 ჯერ, რა, დიდი ჩაჯვა, აი, დიდი კურკული ეგდოთ რა. იმენა ჩაიჯვეს. აი, მაგრამ ხუინო რა. ეს სამსახურში ის მოსვს. ეს 4 რო გამოვიდა. Galaxy. ხო. და რა თესლობა. მოიტანის ბიჭო, დაცვა. გახსოვს შენ, ეგ დაცვით რო შემოიტანე? დღეს რაღაცა ჩამოვუწა, 2013 წელია და იცი შენ? გაცხადებს რომ ეს 4 უკვე საქართველოშია და პრობლემები დაცვას მოყავდა შეჭი. ჩემი აი ესე მანქანა მოდის ეს 4 სადაც დევს ვიღაც ტიპს აქ ალუკუკი 20 პოლიციის მანქანა მოყვება ესკორტად ბიჭო. ბიჭო, მაგარი რეკლამა იყო. არა, ხალხი რიგში და რო ენახა. ეყიდათ არა, ენახა. რომელ წელს გამოვიდა? 2013-ში გამოვიდა. მაგარი 13-ში ვიყავი. პირველი ტელეფონი იყო, რომელსაც დიდი ეკრანი ჰქონდა შეჭი. 7 წლისა ვიყავი 13-ში.
კიდე კაინდენი ჩემი დედა მე მე 18 ის არ დავიწყრო ეს 4 მიყიდე თქო რომ გამეჯმენდოდეს სახლიდან მე 18-ის ვიყავი შეშევ მაშინ და რა შემყლეს მიაღწიო ეგ უნდა გეკითხა აი მე არაფრისთვის არ მიაღწევია მაგრამ თქვენ მიაღწევთ ბევრს თუ ამ ვიდეოს გამოიწერთ კი არა და დაალაიქებთ ამ ვიდეოს გამოიწერთ და არხს დაალაიქებთ ეგრე ვიძახი ძველი შუტკაძა შემთხვევით ვიძახ ხოლმე მაგრამ ეგრე ვიძახი რა ჩვენ ქვეყნის 4 ჩემს ვიდეოში მასე ვიყავ ხოლმე ეს სულ ჩემს ვიდეოში იყავით მე მიყვარხართ დანარჩენებსა და просто ეხა ამ ვიდეოზე ნახვა დამაკლდა ეხა შენ რო აქ იყო მე ნახო წავედი გაგოცე მიყვარხართ კარგად კიდე ვერ გავთიში ამის დედა შევეცი ბოდიში